ესე იგი, შევიკრიბეთ ისევ ნახალუკაში ჩემს გარაჟში და აგერ ჩემი გოგო აქ არის და ვიწყებთ ამ მოტოციკლეტის გადალამაზებას. მოკლედ ჩვენს წინა ვიდეოებს ვიც ადევნებთ თვალს, გეცოდინებათ რომ ერთ-ერთ ვიდეოში ვახსენე რომ ეს მოტოციკლეტი უნდა იყოს აბსოლუტურად სხვა დიზაინით, ზაფხულამდე იმისთვის რომ ზაფხულში როგორც იცით ევროპაში მივდივართ ისევ მთელი ჩემი გუნდით და როგორც შარშან წელსაც მოგვიწევს ძალიან ბევრი ქვეყნის გავლა. და ახლობით 20-მდე ქვეყანა გვიწევს რომ გავიაროთ და შესაბამისად მზად უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ყველანაირი თავგადასავლისთვის. პირველ რიგში იმისთვის რომ ჩვენი არც ერთი ვიდეო არ გამოგჩნდეთ და ჩვენთან ერთად იმოგზაუროთ ევროპაში და არა მარტო ევროპაში, ერთი თხოვნა მექნება რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაგვიკომენტარეთ ვიდეოებზე და შესაბამისად მეტი სტიმული გვექნება იმისთვის რომ ეს ყველაფერი გავაგრძელოთ კამერასთან ერთად. მოკლედ რა ხდება ახლა აქ რატო შევიკრიბეთ? წინა ვიდეოში ერთ-ერთში მე ვახსენე რომ აქ მქონდა პლასმასები გამზადებული, შავი ფერის პლასმასები მქონდა ამ მოდელის, რომელიც შევიძინე მთლიანად მთელი პლასმასები, ორიგინალი რა თქმა უნდა, არანაირი ჩინური და ეს პლასმასები უნდა გადამეკეთებინა უკვე სხვა ფერებში, სხვა დიზაინში და გთხოვეთ მაყურებელს რომ დაგიკომენტარებინათ ვინ რა ფერს ისურვებდით. ჩემი იდეა იყო ის რომ მაქსიმალურად იდეა მქონდა მოკლედ ის რომ მაქსიმალურად საქართველოსთან ასოცირებული ყოფილიყო ჩემი მოტოციკლეტი. იმიტომ რომ ნუ აი დაახლოებით რომ წარმოიდგინოთ ინგლისში ბიგ ბენის ქვეშ, პარიზში ეიფელის ქვეშ, გერმანიის მოკლედ ძალიან ბევრი ქვეყანა სადაც ისეთი ლოკაციები არის, რომელიც ყველა მიცის აბსოლუტურად მინიმუმ ერთხელ მაინც ყურში სმენია და წარმოიდგინეთ ეს მოტოციკლეტი რომელიც პირდაპირ ეგრევე ასოცირება იქნება საქართველოსთან, აყენია ზუსტად მაგ ლოკაციებზე. შესაბამისად გამოვა ძალიან ლამაზი და ეფექტური ვიდეო ფოტო მასალა. ამისთვის ვემზადებით და ამისთვის გავაკეთეთ ეგ გამოკითხვაც. ძალიან ბევრი აზრი დაემთხვა სხვათა შორის მაყურებლების კომენტარები იყო ძალიან სხვადასხვა ნაირი დიზაინის, მაგრამ რამდენიმე ადამიანს გამოვარჩევდი, რომელმაც ზუსტად დაინახა ის, რაც მინდოდა რომ ყოფილიყო. ზუსტად ანალოგიურად ვფიქრობდი, რომ ეს მოტოციკლეტი გამეკეთებინა და ძალიან მიხარია, რომ ამ მაყურებლის აზრი დაემთხვა ჩემს აზრსაც. შესაბამისად, აგერ არის ჩვენი დიზაინი, შეგიძლიათ იხილოთ. ეხა დაახლოებით მაინც ვერ მიხვდებით რა ხდება და როგორ ხდება, მაგრამ აგიხსნით სიტუაციას. მოკლედ, ყველა ის შავი პლასმასი, რაც გქონდა, შეიღება თეთრ ფერებში, თეთრ და წითელ ფერებში. ასევე გვაქვს დისკები წითელი ფერის. ასევე ვაყენებ თლიან გამოსაბოლქვ სისტემას იოშიმურას. ნუ ეს სავარძელი იქნება გადაკეთებული უფრო რბილად მგზავრობისთვის და აქვე გვაქვს უკვე უკანა საბარგული, რომელიც აქ დამაგრდება და გვერდით და დამატებითი ჩანთები. იმისთვის რომ მაქსიმალურად მეტი ნივთი შევძლო აქედან რომ წავიღო. მოკლედ აი ეს ყველაფერი ახლა დღეს უნდა დავაყენოთ ამ მოტოციკლეტზე. ეს მწვანე პლასმასები რაც კი არის აბსოლუტურად ყველა მოიხსნება თავის დისკებიანად და უკვე მთელი მოტოციკლეტი იქნება აი ესეთი. ამის შემდეგ უკვე იწყება მეორე ეტაპი, როცა ამ მოტოციკლეტს ავაწყობთ და ეს ყველაფერი დაყენდება ამ მოტოციკლეტზე, მაგის მერე იწყება უკვე მოხატვის პროცესი. ეგ იქნება მე როგორც ვიცი, რავი, სკუტერზე მინახავს მოხატული სკუტერი, მაგრამ მოტოციკლეტი არ მინახავს საქართველოში მოხატული, არ ვიცი რამდენად თავს ვერ დავდებ მაგაზე, მაგრამ მგონია რომ პირველი იქნება ეგ პროექტი, მსგავსი პროექტი საქართველოში. თუ ვინმე გეგულებათ, ვინც უკვე მოხატა მოტოციკლეტი, ძალიან გამიხარდებათ და აკომენტარებთ და ვნახავდი მის ნამუშევარს დიდი სიამოვნებით. თუ არა და დიდი ალბათობით პირველი პროექტი იქნება მსგავსი საქართველოში. მოვხატავთ ამ მოტოციკლეტს და განახებთ უკვე საბოლოო ვერსიასაც, რა თქმა უნდა, როგორი გამოგვივა. მგონია რომ ძალიან ეფექტური იქნება და მგონია ყველასთვის ასოციაციას გამოიწვევს საქართველოსთან. წავედით, აბა დავიწყოთ მაშინ ახლა მოტოციკლეტის დაშლა აწყობა.
ესე იგი მეგობრებო, აი აქამდე მოვედით, დაახლოებით ეს დიზაინი გვექნება. ეხლა დამრჩა წითელი დისკების დაყენება წინ და უკან და უნდა წავუყანოთ მხატვართან უკვე ეს მოტოციკლეტი. აი აქ დიზაინი გაკეთება კონტურებით და ნუ დასრულებულ ვერსიას გაჩვენებთ მე რა თქმა უნდა როგორი გამოვა. მე მგონი ესე ეხლა თვალში ძალიან ცუდი აღსაქმელი არის, მაგრამ მე უკვე აღვიქვავ დაახლოებით როგორი იქნება დასრულებული ვერსია და უკვე ძალიან მომწონს. ნახოთ, აბა თქვენს შემდეგ უკვე როცა ეს ვიდეო დაიდება, ძალიან გამიხარდება თუ დამიწერთ კომენტარებს, როგორ მოგწონთ, უკეთეს ელოდებოდით, თუ უფრო უარეს ელოდებოდით, რომ გამოვიდოდა თუ ასე შემდეგ. მოკლედ, მიდის მუშაობა, დღეს მუშავარ ჩვეულებრივი. დავაყენებ, ახლა დავასრულებ დისკების დაყენებას და დღეს მაგითი დავამთავრებთ. უკვე ხვალ დაგვრჩება წაყვანა მოტოციკლეტის. აბა დროებით გავაგრძელებთ ხვალ. მოკლედ, შევიკრიბეთ დღეს, ეხლა ვარ ჭავჭავაძეზე და ორი ძალიან მაგარი მიზეზი მაქვს იმისთვის, რომ ვიყო ბედნიერი. დღეს, როდესაც ეს ვიდეო დაიდო YouTube-ზე, ანუ 22 აპრილს, გავხდით ზუსტად 1 წლისები, რაც YouTube არხზე შემოვაბიჯეთ ჩვენმა გუნდმა და ზუსტად 1 წელი აქვს თავაზობთ იმ კონტენტს, რომელზეც თქვენ წერთ, გვიკომენტარებთ, რომ ძალიან მოგწონთ და მე ძალიან მიამაყება ის, რაც აი ამ 1 წელში გავაკეთეთ. 31 ვიდეო გვაქვს დადებული საერთო ჯამში. 31 ვიდეოდან სულ 100-ზე მეტი შორტი და მოკლე ვიდეოები გვაქვს, მოკლედ ამოჭრილი და გვიდევს უკვე ეს ყველაფერი ჩვენს YouTube-ზე და წინ გვაქვს კიდევ უამრავი თავგადასავალი ერთად. ამ 1 წელს განმავლობაში მოკლედ ვიტყვი, არ მინდა რომ გრძელი ვიდეო გამოვიდეს, გვქონდა უამრავი დაუვიწყარი თავგადასავალი. იმდენად ბევრი, რომ აი ძალიან ბევრი რაღაც კიდე არ მოხდა კადრში და გული მწყდება ამ ყველაფერზე, მაგრამ წინ გვაქვს ყველაფერი და კიდევ უფრო მაგარ ვიდეოებს შემოგთავაზოთ. ერთადერთი რაც მინდა გთხოვოთ არის ის, რომ გამოიწერეთ ჩვენი არხი, უბრალოდ subscribe დააჭირეთ და მაგითი მორჩება არც ფასიანი არის და არც რამე შრომას არ მოითხოვს ეს ყველაფერი თქვენგან. ჩვენთვის კი ეს იქნება ძალიან მოტივაცია იმისთვის, რომ შევქმნათ კიდევ უფრო მაღალი ხარისხი და დავდოთ საქართველოში ყველაზე მაღალი ხარისხის კონტენტი moto YouTube-ის შესახებ. moto YouTube-ზე. მოკლედ ამ 1 წელს განმავლობაში 255,000-ზე მეტი ნახვა გვაქვს, 3,500-მდე გამომწერი ყავს სულ YouTube-ზე და ფიქრობ რომ ძალიან ცოტა არის, შემიძლია ვთქვა, ხმამაღლა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ის ხარისხი, რასაც ვდებთ, არის ძალიან მაგარი, მე ნამდვილად მიამაყება და დიდი იმედი მაქვს, რომ ზუსტად 1 წელში, როდესაც კიდევ ჩავწერთ ვიდეოს, მინიმუმ 5-ჯერ მეტი ვიქნებით, მოკლედ. ეს პირველი მიზეზი, რატომაც ვარ ძალიან ბედნიერი დღეს. ეხლა მეორე მიზეზს რაც შეეხება, როგორც იქნა, მორჩა, დასრულდა და ჩვენს წინაშე დგას აი ეს მოტოციკლეტი, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება, ჩემ გარშემო მეგობრები და არავისთვის არ მინახებია აბსოლუტურად და ეხლა ნახავენ ზუსტად ისინიც რა გამოგვივიდა. უზომო დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩემ გუნდს, რომელიც მუშაობდა აი ამ მოტოციკლეტზე 3 ღამე და 3 დღე დაგვჭირდა იმისთვის, რომ აი ეს საოცრება შეგვექმნა. შემიძლია თავმოთ თქვა, რომ ეს მოტოციკლეტი არის ერთადერთი მთელს მსოფლიოში მსგავსი არ იმოძრავებს, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ეს მოტოციკლეტი იქნება ის, რითიც დავიწყებთ მოგზაურობას. შარშანელივით წელსაც მივდივართ ევროტურში. უბრალოდ გაცილებით მეტი ქვეყანა მოგვიწევს, დაახლოებით 23 ქვეყანა მოგვიწევს წელს, რომ გავიაროთ აი ამ მოტოციკლეტით და დიდი იმედი მაქვს, რომ არა მარტო ქართველი ემიგრანტები, ვინც ევროპაში დაგვინახავენ, არამედ უცხოელი ტურისტები იქნება თუ ადგილობრივები, ვინც კი ნახავს ამ მოტოციკლეტს, ყველას ეგრევე შეექმნება წარმოდგენა, რომ რაღაც ქართული ხდება, რაღაც საქართველოსთან იქნება ასოციაცია. ძალიან ბევრი ვიშრომეთ მართლა, ეს ყველაფერი მინდა აღვნიშნო, რომ რასაც ეხლა თქვენ ნახავთ, ყველაფერი არის ხელით, თავიდან ბოლომდე შექმნილი არის ხელით. აეროგრაფია არ ვიცი რამდენად იცით რას ნიშნავს, მაგრამ აეროგრაფიის აპარატით გაკეთებული არის აი ეს მთელი მოტოციკლეტი და ვინც კი ახლოდან ნახავთ ამ მოტოციკლეტს, მიხვდებით რამ ხელა შრომადებს ამაში. მოკლედ, რავი, მე მგონი დროა, ხო? გადავხადო? ქნა თუ არ ქნა? თქვით 1 2 7. Woohoo!
აი ეს არის ჩვენი მოტოციკლეტი, რომელთაც ძალიან ვამაყობთ. რომ უყურებ, არ ვიცი, ეს იამაყის გულმა მაგ ძალიან მაგარი, იმიტომ რომ მგონია რომ ძალიან მაგარი ნამუშევარი გამოგვივიდა. ძალიან ბევრი შრომა ჩავდეთ ამ მოტოციკლეტში მე და ჩემო მეგობრებმა. თითოეული დეტალი არის ხელით ნამუშევარი და ძალიან ბევრი წვალება დაჭირდა იმას, რომ აი ეს ამ მდგომარეობამდე მიგვიყვანა ეს მოტოციკლეტი. Ამ კონკრეტული მოტოციკლეტით ვაპირებთ ევროპაში წასვლას 31 მაისს დავიზრებით საქართველოსდან და დაახლოებით 2 თვე გაგრძელდება ჩვენი მოგზაურობა ამ მოტოციკლეტით და ბევრი სხვადასხვა ლოკაცია გვექნება, სადაც ამ მოტოციკლეტზე გადავიღებთ უამრავ ულამაზეს ვიდეოს და ფოტოს. მოკლედ ძალიან მომწონს, მე პირადად იმედი მაქვს, რომ თქვენ ძალიან მოგეწონებათ. დამიწერეთ კომენტარებში, როგორ ელოდებოდით თუ არა ამ დიზაინს, როგორ მოგწონთ და ასე შემდეგ. კიდევ რამდენიმე დეტალი ჭირდება ამ მოტოციკლეტს დასასრულებლად არ არის სულ ბოლომდე მიყვანილი, თუმცა ეგ უმნიშვნელო დეტალები იქნება, პატარა წითელი და თეთრი დეტალები, რომლებიც ძალიან გაალამაზებს კიდევ უფრო ამ მოტოციკლეტს, თუმცა სრულ დიზაინს არ შეცვლის არანაირად. საბოლოო ვერსია გვაქვს ესეთი, მოკლედ ამ მოტოციკლეტით კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ 31 მაისს დავიძრებით, დაახლოებით 2 თვე გაგრძელდება ჩვენი მოგზაურობა. 20-მდე ქვეყანას გავივლით და უამრავ ულამაზეს ფოტო-ვიდეო მასალას შემოგთავაზებთ აი ამ მოტოციკლეტით მთელი ევროპის მასშტაბით. ვამაყობ, რომ უყურებ, არ ვიცი, აი ისე მომწონს, რომ ვერ აგიხსნით და ძალიან მაინტერესებს თქვენი რეაქციაც, როგორ მოგეწონათ ეს მოტოციკლეტი. კომენტარებში დაგვიწერეთ და კიდევ ერთი თხოვნა მაქვს. გამოგვიწერეთ YouTube-ზე და დაწერეთ კომენტარები. ეგ არის ერთადერთი, რაც გვაძლევს იმის мотиваციას, რომ კიდევ უფრო მეტი ვიდეო დავდოთ YouTube-ზე და კიდევ უფრო მეტად ვიწვალოთ იმისთვის, რომ კარგი და ხარისხიანი ვიდეოები გამოგვივიდეს. ამ მოტოციკლეტს ძალიან დიდი თავგადასავალი ელოდება და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გამოყვებით ჩვენთან ერთად და ჩვენთან ერთად იმოგზაურებთ მთელი ევროპის განმავლობაში აი ამ მოტოციკლეტთან ერთად.